ქუთაისის საკრებულო დღეს ქალაქის მერს აირჩევს სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული დიმიტრი კოპალიანი საარჩევნო საატესტაციო კომისიამ მერობის 69 კანდიდატს შორის შეარჩია. კოპალიანი პრიორიტეტად თვითმმართველობის გამჭვირვალობას და ქუთაისის პარტნიორ ქალაქებთან ურთიერთობის გაღრმავებას ასახელებს. დიმიტრი კოპალიანთან შეკითხვები აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც ამ კითხვებს საკრებულოს ხდომაზე დასვამენ. ეს არის სრულად გაუმჭვირვალე პროცესი და ამას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიას. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ბევრი კარგი მსმენია მასზე, ვიცი რომ ღირსეული ადამიანია და მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა რომ კომისია მას დათვური სამსახური გაუწია. პრიორიტეტი, რომელიც ახალ მერს ჰქონდა თავის პროგრამაში, ეს გახდათ ოპტიმიზაცია, რეორგანიზაციის პროცესი, ასევე გამჭვირვალობა, ელექტრონული მთავრობა და საერთაშორისო კონტაქტების გამოყენება. მოხდა მხარდაჭერა ამ კანდიდატზე და დღეს მოხდება წარდგენა და დამტკიცება, დარწმუნებულება დამტკიცდება საკრებულოს ხდომას.